გასულ თვეებთან შედარებით ღაზაში სიმშვიდეა. პალესტინელი მოსახლეობა ყურბან ბაირამს აღნიშნავს. 4-იან დღესასწაულზე პალესტინელები დანგრეულ შენობასთან, მათ შორის განადგურებულ ისტორიულ მეჩეთთან, ყურბან ბაირამის ლოცვაზე შეიკრიბნენ. ქალაქ ღაზაში დღესასწაულის ნიშნები თითქმის არ შეინიშნება. გარდა ერთი ქუჩისა, სადაც ბუშტები იყო გამოფენილი. პალესტინელი მოსახლეობის თქმით, დღესასწაული უკავშირდება ყველაფერს, რაც მათ ომმა წაართვა. მათი თქმით, ღაზაში მდგომარეობა გაუსაზლისია და დახმარება დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ. ეს ძალიან მძიმე გარემოა. ადამიანს უნდა იგრძნოს სიხარული და ბაირამის განწყობა, მაგრამ სიხარული არ არსებობს. სიხარული ჩახშობილია. 3 წელია ომი გრძელდება. 3 წელია ტანჯვა. საერთოდ აღარ არის სიხარული. სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. ბაირამშიც აღარ არის სიხარული. არ არის დღესასწაული, არ არის ბაირამის სიხარულის ატმოსფერო. ხალხი განადგურებულია, სიკვდილი, მკვლელობები, ტანჯვა და მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არ არის ბაირამი და არ შეიძლება ბაირამად ჩაითვალოს. ჩვენ მკვდარი ადამიანები ვართ, მკვდრები ვართ. არ არის ბაირამი. ჩემი შვილები მოკლეს. ბაირამი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც არავინ დაუკარგავს. მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით მილიონი მუსლიმი რამადანის მარხვის დასრულებას ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სუფრებითა და ოჯახური შეკრებებით აღნიშნავს, პალესტინაში მომლოცველები თავიანთი ახლობლების საფლავებზე მიდიან, რომლებიც ისრაელთან მიმდინარე ომისას დაიღუპნენ.